სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ ალბათ პერიოდულად უნდა ვაკეთოთ საკუთარი ცხოვრების ანალიზი. არა იმიტომ, რომ ეს თავისთავად რამე ღირებულია წარსულში ქექვა, არამედ იმისათვის, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ და თუ რამე შეცდომა დაგვიშვია და არასწორად გაგვიკეთებია, მომავალში აღარ ვიცხოვროთ, აღარ ვაკეთოთ, აღარ გვქვნათ ყოველივე ის, რასაც წარსულში ვაკეთებდით. თუ ადამიანი ყურადღებით გადაავლებს თვალს თავის ცხოვრებას და თუ გარკვეული სულიერი გამოცდილება დააგროვა, აღმოაჩენს ბევრ რამ საინტერესოს, ძალიან ბევრს. მაგალითად იმას, თუ როგორ გონივრულად ებრძოდა მას წლების განმავლობაში დაცემული ანგელოზი. და სამწუხაროდ, როგორ უგუნურად ხვდებოდით ჩვენ მას. აბსოლუტურად განიარაღებული ჩვენი უგუნური მდგომარეობის გამო. ახსოვთ, ადრე გითხარით და ისააკასურის სიტყვებია ეს, რომ სულიერ ცხოვრებაში არაფერი უნდა იყოს გაუცნობიერებელი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გაცნობიერებული ვაკეთებთ. რამე თუ ჩვენ იმითა ვართ ადამიანები და იმიტომ ვართ მორწმუნენი და იმიტომ გვაქვს შესაძლებლობა ღმერთად ყოფობისა, რომ ვართ მოაზროვნეები და ვართ თავისუფალნი. და თუ ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ, არა მარტო სულიერ ცხოვრებაში, არამედ ყოველდღიურობაში, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. თუ რამეს ვაკეთებთ უგუნურად და არა თავისუფლებით, უკვე პრობლემის წინაშე ვართ. ეხლა რაც შეეხება თავისუფლება აუცილებლად უნდა სწორად იქნას გამოყენებული, უпроსორეთ თავისუფლების შესაძლებლობა, თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ და ნება გვაქვს, რომელსაც შეუძლია თავისუფალი არჩევანი გააკეთოს და რა თქმა უნდა, აქაც უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ ვიცოდეთ ჩვენ შემოქმედს, რომლის ხატი და მსგავსიც ვართ, რომლის შვილიც უნდა გავხდეთ, თუ რა არის მისი ნება. ჩვენს ყოველ ნაბიჯზე ეს გამოსაკმებელი და საკეთებელია, იმიტომ რომ იდეაში წესით ჩვენი არც ერთი ნაბიჯი უაზრო არ უნდა იყოს. სხვა საკითხია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ უაზრო ნაბიჯს ვდგავთ. დროის დაკარგვა, რასაც ქვია, ფაქტობრივად ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის და მაშინ, როცა დროს კარგავთ, ანუ როდესაც ისეთ ნაბიჯს ვდგავთ, რომელიც ჩვენი ცხონებისათვის არაფერს წარმოადგენს, უაზრობა, რომელიც ჩვენი ცხონების აღმშენებლობაში არც ერთ აგურს არ დებს, არც ერთს. წარმოგიდგენიათ, რომ რა საშინელებაა, იმიტომ რომ ჩვენ ხო დროს შეზღუდული გვაქვს. ჩვენ ხო წამები გადის და გვაკლდება, ხო, ამ ქვეყნიური დრო, რომელშიც უნდა ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ის იმიტომ გჯობნის ბოროტი, რომ ის გონიერია და ჩვენ მას უგუნურად ხვდებით. და აი აქ კიდევ ერთ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ, რომ თუ სულ უგუნურად ხვდებოდით, ძირითადად, აბა ცოცხლები რატო ვარ და მე თუმეტეს აქ რატო ვდგავართ? იმიტომ რომ ღმერთი გვეხმარებოდა. განსაცვიფრებლად, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ რამდენჯერ უამრავჯერ გადაგვარჩინა ღმერთმა გარანტირებულ. მე არ ვამბობ ფიზიკურ გარდაცვალებას. ფიზიკური გარდაცვალება რა არის? გარანტირებულ სულიერ დაღუპვას. რამდენჯერ გადაგვარჩინა, იმიტომ რომ ზოგიერთი ქცევა ადამიანისა ისეთია, რომ ის შეუქცევად სახეს იღებს, გესმით? ზოგიერთი ისეთია და უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ჩნდება. აი, ერთგვარად სუიციდს გავს, სადაც დაბრუნება შესაძლებელი არ არის. ან ისეთი მძიმე ცოდვა, რომ მე მთელი ცხოვრება უნდა ეპიტიმია, ანუ ის სასჯელი ატარო, რომ როგორმე გათავისუფლდე მისგან და პარადისობაში არ გადაყვეს და აი რამდენჯერ გადაგვარჩინა ღმერთმა და როცა აი ამ კონტრასტს დაინახავ შენ აბსოლუტურ უსუსურობას ბოროტის ძალის წინაშე, იმიტომ რომ მის გონიერებას შენ არ უპირისპირებ საღმრთო გონიერებას და საღმრთო თავისუფლებას, არამედ ემონები და მიშკوازე დადიხარ და ვერ ხვდები, რომ ის როგორ გაცდუნებს, ეგ ერთი და
მეორე ამის საპრიწონეთ როგორ გადაგვარჩენდა ხოლმე ღმერთი. დაუმსახურებლად. არაფერი დამსახურებით არა. უბრალოდ აი ჩვენთვის სამყაროს შემოქმედი, რომ ჩვენთვის მოიცლის და გადაგვარჩენდა. თუ ადამიანს ამის დანახვის უნარი აქვს საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ხდება ყოველი წამი, როცა ის ქრისტეს ეძებს. იმიტომ რომ შენ უკვე საკუთარ ტყავზე გამოცდილი რომ არა მხსნელი, შენ დაიღუპებოდი და ძალიან ეხლაც არ დავჭკვიანებულ ვარ და მე ეს მხსნელი დღესაც ჭირდება ხვალეც და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ეგ ერთი მხარე სულიერი ცხოვრებისა და ახლა მეორე. აი ამ ბოროტებასთან ბრძოლის გარეშეც. ამისგან დამოუკიდებლად, იმის გამოცდილებაც თუ მაქვს, რა ბედნიერებაა, როცა ქრისტეს შემსგულს ეხება, მაშინ თლად მოტივირებული ხდები, რომ ვეძებო ღმერთი და მოვიდე წირვაზე. რატო მოვდივარ წირვაზე? აი რატო ვიკრიბებით? რატო აი სტუმარი მამები არიან დღეს სამი სტუმარი მამა ამოსულა? რა გვსჯის? რატო ვცდილობთ რომ კვირაში ერთხელ რაც ჟული გავალდებულებს იმაზე მეტად მოვიდეთ, ბევრჯერ მეტად მოვიდეთ. რა გვსჯის? რა გავალდებულებს? მოტივირებული უნდა ვიყოთ სწორად. არა უბრალოდ რელიგიური გზნობების დაკმაყოფილებისათვის, არამედ იმიტომ რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ არის და რომლის გარეშეც ვერ გადავრჩებით ერთი და რომელთან ერთადაც რომ უბედნიერესნი ვარ და ამ ბედნიერების წინა გემოს რომ გძნობთ, აი ეს როცა არის мотиваცია ჩვენი აკყოფნისა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი აკყოფნა არის ჯანსაღი. თორე თუ ასე არ შევხედავთ საკუთარ თავს, მაშინ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და ვერ დავაკმაყოფილებთ იმ დიად სახელს, რომელსაც ვატარებთ. ჩვენ ქვია დიადის სახელი ქრისტესი, ქრისტიანები ვართ. გესმით, ქრისტიანები ვართ. აი დღეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობდით. ეს ისევე საოცარი ეპისტოლე, რომელსაც ვახსენებთ, ხოლმე ყოველთვის ვამკობთ, ესე ვაქებთ. ეს მეოთხე თავია. აი პავლე მოციქული გვეუბნება. ამრიგად შეგაგონებთ მე ტყვე უფლისა ტყვეობაში დაწერა, როგორც გითხარით. მოიქეცით, ეს იცით თქვენ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ ვერ ამოწურავ. აი როგორც მამაო ჩვენოს ვერ ამოწურავ. გესმით, ჩვენ მოციქულების პირით ვკითხეთ განკაცებულ ღმერთს. როგორ გესაუბროთ ღმერთო, როგორ ვესაუბროთ ღმერთს? აი რა სახის კომუნიკაცია უნდა გქონდეს ღმერთთან? მე ვარ ადამიანი და ღმერთია და აი მოხვედი მისი ძე განკაცებული, ჩემი შემოქმედი და ეხლა როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს? რა გავაკეთო? და პირველივე სიტყვა ეს არის ჩვენი დავალება, რაც დაგვავალა ღმერთმა. მამაო, ანუ ჩვენ ღმერთის შვილები უნდა გავხდეთ. და ეხლა კითხვა რო დავსვათ. რამდენჯერ უნდა თქვა მამაო, რამდენჯერ უნდა იფიქრო ამ სიტყვაზე, აღარ ლაპარაკობ თეს ლოცვაზე, რომ ეს შენ ამოწურო. გესმით? ღმერთის შვილობა როგორ უნდა ამოწურო? და ესეც წმინდა წერილის ყოველი სიტყვა. და აი შეგაგონებთ ტყვე უფლისა პავლე მოციქული ტყვეობიდან გველაპარაკება, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაც ხართ ხმობილი. ქრისტიანობაზე რაც აქცენტი გავაკეთეთ, გაიხსენეთ, ვინა ხართ, რისთვის ხართ მოწოდებული, რა სახელი ქვიათ, ღვთისმშვილობისთვის ხართ მოწოდებული, მადლით ღმერთობისთვის. ქრისტიანი ნიშნავს მადლით გაჯერებული, მადლით ცხებული, მადლით აღსავსე, ქრისტეს შემოსილი. ამისთვის დაგიზახე მე შენ და აი შესაბამისად ამის ღირსად მოიქეცით. ხოლო თითოეულ ჩვენგანს ქრისტეს მიერი ნიჭის ზომისაებრ მიეცა მადლი. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთი ადამიანი ეკლესიაში არასოდეს არ ყოფილა ნიჭის გარეშე. ყველა ადამიანს აქვს ნიჭი და ეს ნიჭი თანდათანობით ავლენს თავს, თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს. ღვთისგანგებულებისადმი მორჩილებით, თავდაბლობით, უფლისადმი ერთგულებით, მოყვასის სიყვარულით და ასე შემდეგ, ანუ როგორც უნდა ადამიანი ეკლესიაში ცხოვრობს, ეს ეკლესიისადმი ერთგულებით, თუ ადამიანი ასე ცხოვრობს, ნელ-ნელა ის ნიჭი, რომელიც მადლის მიერ თუნდაც მირონცხებაში მიეცა, ის ნელ-ნელა იწყებს გაფურჩქნას იმის შესაბამისად, რასაც დაიტევდა. თითოეულ ჩვენგანს ქრისტეს მიერი ნიჭის ზომისაებრ მიეცა მადლი. ამიტომაც თქმულა და მოყავს ძველი ათქმის ციტატა, ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს.
და მე აგძელებს, რათა სრულ ეყო წმინდანი, ანუ ისინი, ვინც ეზიარებიან, ესენი არიან წმინდანები, მსახურების საქმისათვის. ანუ საბოძვარი უბოძა, დაგვიძახა, თავისთან მოგვიყვანა და საბოძვარი დაგვირიგა, რათა სრულყოფილი ყოფილიყავით მსახურების საქმისათვის. მსახურება რა არის? ღვთისმსახურება იგულისხმება. რისთვის ღვთისმსახურება და პირდაპირ ამბობს, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად. ანუ ეკლესიის აღსაშენებლად, ანუ ეკლესიისადმი ერთგულების გარეშე. ეკლესია, რომელიც არის მორწმუნე ერის ერთობა, შეერთებული საიდუმლოებრივად ქრისტესთან და ერთმანეთთან, ხო, რასაც ქვია ნათლობის, მირონცხების და ზიარების მადლი, ხო, აი ესე. აი ამისთვის დაგვიძახა. ანუ ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ეკლესიის აღსაშენებლად, ანუ მორწმუნე მრევლის გასაძლიერებლად, გამტკიცებისა, მეტი სიცოცხლის უნარიანობისა და გამრავლებისთვის იმ ნიჭის შესაბამისად, რა ნიჭის ღმერთმა მოგცა. და კიდევ ვიმეორებ, უნიჭო ადამიანი არ არსებობს პავლე მოციქულის ამ სიტყვების მიხედვით და ჩვენ ამ ნიჭს ვიპოვით საკუთარ თავში, თუ ვიქნებით ღვთის ერთგულნი მტკიცეთ, შეუვლად, შეუქცევლად. აუცილებლად აღმოვაჩენთ ამ ნიჭს და დავიწყებთ ამ ნიჭის შესაბამის მსახურებას ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად. თუ ამას არ ვაკეთებთ, ჩვენ მაშინ ქრისტიანები არა ვართ. ჩვენ ვართ რაღაც ინდივიდუალისტები და ინდივიდუალისტი ვერასოდეს ვერ იქნება ქრისტიანი, იმიტომ რომ ქრისტიანობა არის ოჯახი, ქრისტიანობა არის ძმობა, ერთობა არის ქრისტიანობა. ქრისტეს მოწაფეობაა ქრისტიანობა. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ და ეს პროცესი დინამიური უნდა იყოს, ეს პროცესი და სადამდე ვითარდებით ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას, რას ნიშნავს რწმენის ერთობა? რომ დავინახოთ ობიექტური სინამდვილე. მე ჩემებურად კი ვერ ხვდები, რაღაცას ვფიქრობ, რაღაცა მგონია, შენ შენებურად რაღაცას ვფიქრობ, რაღაცა გონია, მე ჩემებურად მესმის სახარება, შენ შენებურად, მაგრამ ერთია ის ობიექტური სინამდვილეა, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ქრისტე ამბობს, მე ვარ ჭეშმარიტება. ჩვენ დავინახავთ, მეც და შენ ერთნაირად დავინახავთ მას, როგორიც ის არის. მაგრამ ეს რა შემთხვევაში მოხდება, როცა ჩვენ მას ვემსგავსებით, როგორც იოანე მოციქული გვასწავლის, ჩვენ დავინახავთ მას, როგორიც ის არის და დავინახავთ, რომ ჩვენც ისეთები ვართ, როგორიც ის არის. გესმით? ამიტომ ჩვენი განწმენდის ერთ-ერთ ნაყოფად იქნება ის, რომ ჩვენ დავინახავთ ერთნაირად მე და შენ, აი, როგორი ყოფილა იესო ქრისტე. იმიტომ, რომ ჩვენ თურმე მას ვსგავართ, სწორი ღვაწლის შედეგად. მივაღწევთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ანუ ადამიანური სრულყოფილება, როგორ შეიძლება განვითარდეს ადამიანი ქრისტეს ასაკის სისრულის ზომად. აი აქ სწორედ იგულისხმება ზეღმერთში ადამიანმა რა სისავსეს მიაღწია, როგორ არის, ესე იგი, გამდიდრებული ჰიპოსტასური პიროვნული შეერთებით ზეღმერთთან, გამდიდრებული ღვთაებრივი თვისებებით და ჩვენთვის ის ხდება ეტალონი და ჩვენ მისკენ მივისწრაფით. რათა აღარ ვიყოთ ჩვილი. სირცხვილია თურმე ეკლესიაში არ ვითარდები და ჩვილად რჩები. ეს ის ბავშვი არ არის, რომელიც ცხონდება. სხვა სიმბოლოა ეს. ეს არის ადამიანი, რომელიც არ ვითარდება. და როგორია ესეთი ჩვილი, რომელიც არ ვითარდება, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი კაცთა ცმიერებითა და ცდუნების მზაკრული ხერხით. ანუ ნებისმიერი რამ, ნებისმიერი გარედან მოტანილი ნებისმიერი აზრი, ღვთის ნების საწინააღმდეგო, ნებისმიერი აზრი, ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილების საწინააღმდეგო, ნებისმიერი აზრი, სახარების საწინააღმდეგო, როგორათაც არ უნდა იყოს შეფუთული ჰუმანიზმით, ფილოსოფიით, პოლიტიკით, ეროვნულობით, მეცნიერებით, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი რაც ღვთის ნების საწინააღმდეგოა, ეს არის უცხო მტრული მოძღვრება და როცა ადამიანი განუვითარებელია სარწმუნოებაში, მას ეს იტაცებს. რატომ? იმიტომ რომ ის ძალიან ლამაზად გეწოდება, კარგად შეფუთული. რატომ? იმიტომ რომ იმის უკან დგას ის გონიერი არსება, რომელსაც თავში ვახსენებდით. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზდებოდეთ მასში. ნახეთ, რა არის გადამრჩენელი, რომ არ მოგატყვილო, არ გაცდუნოს იმან. და ესე იგი, სულიერად არ ვუღალატოთ ღმერთს. სიყვარული თუ არ ვითარდება ჩვენში ქრისტესადმი,
ადამიანი ძალიან მოწყვლადია და ძალიან ადვილად შეიძლება დამარცხდეს. ამიტომ ამბობს, სიყვარულით მივდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველ მხრივ ვიზდებოდეთ მასში. ჭეშმარიტებას მივდევდეთ, ჭეშმარიტებაში ვიზდებოდეთ. ვინ არის ჭეშმარიტება? იესო ქრისტე. ანუ პირდაპირ ამბობს, ვინც არის თავი ქრისტე. ეს არის ჭეშმარიტება. ვის მიერაც მთელი სხეული, რათა აღეშენოს სიყვარულში. სხეული ჩვენა ვართ და ჩვენ სიყვარულში უნდა აღვშენდეთ სიყვარულში. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ. ისე ტკივილიანი სიტყვებია პავლე მოციქულის. ამას რატო გეუბნებით და ამას რატო გიმოწმებთ უფალში, რათა ანუ იქცეოდით, ანუ ცხოვრობდით ისე და ეხლა აღარ იქცეოდეთ, ისე როგორც თავიანთი გონების ამავებით იქცევიან წარმართნი. ამ შემთხვევაში უღმერთონი და თქვენც ესეთები იყავით, როგორ იქცევიან გონება დაბნელებულნი და საღვთო სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთ უმეცრებისა და გულქვაობის გამო გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობა მიხდილნი და საოცარი სიტყვებია და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურობა ჩაიდინონ გაუმაძღრობით. არ გეცნობათ ეს სამყარო? არ გეცნობათ ამას სოფლის სული? არ გეცნობათ ისაც გვიტევს თუნდაც ჩვენ სამშობლოსაც უტევს ეს უკიდურესი, უგარყვნილესი ფსევდოლიბერალიზმი? არ გეცნობათ? რომელიც არ ჩამოუვარდება თავის უბედურებით უარესი თუ არ არის ბოლშევიზმზე, რომელიც ბესტაკლებად გამოგვიცდია ასაკოვან ადამიანებს? არ გეცნობათ ეს დახასიათება? ხოლო თქვენ ასე როდის შეგიცვლიათ იესო ქრისტე? იმიტომ რომ რატომღაც ზოგი ცდილობს, რომ ლიბერალიზმი და ქრისტიანობა რაღაცნაირად შეათანხმოს ერთმანეთთან. გესმით? ზოგი ცდილობს, რომ ეროვნულობა კი არა, ნაციზმი რასაც ქვია, შოვინიზმი რასაც ქვია. აი სხვადასხვა სიტყვებით შეიძლება დავახ. ერთიც და მეორეც, ამ ფანატიზმი რასაც ქვია. ქრისტე არც იქ არის, ქრისტე იქ არის, სადაც ქრისტეა. და სხვაგან არსად არ არის. ხოლო თქვენ ასე როდის შეგიცვლიათ ქრისტე, რადგან არა მარტო მოგისმენიათ, არამედ კიდევაც გისწავლიათ მისგან. საოცარ სიტყვებს ამბობს, აი დააკვირდით? თქვენ ასე არ შეგიცვლიათ ქრისტე, როგორც ჩამოთვალა. რადგან არა მარტო მოგისმენიათ, აი თქვენ ისმენთ, ხო? წმინდა წერილს კითხულობთ, ქადაგებას ისმენთ, წმინდა მამებს კითხულობთ, ხო ესე? მაგრამ არა მარტო მოგისმენიათ, არამედ კიდეც გისწავლიან მისგან, ქრისტესგან გისწავლიან, რომ ქრისტეშია, იესოშია ჭეშმარიტება. ხედავთ, რომ მარტო სწავლით არ უნდა დაუკმაყოფილდეთ. არამედ ჩვენ შინაგანად უნდა განვისწავლებოდეთ, ანუ ჩვენი გამოცდილებითაც უნდა ვიცოდეთ, ანუ ეს ნიშნავს, რომ არა მარტო გაგვიგია, არამედ თვითონ ქრისტესგან გვისწავლია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შინაგანი სუბიექტური გამოცდილება ღმერთთან ერთობისა თანხმედრაში მოდის ობიექტურად არსებულ გამოცხადებასთან, რომელიც 2000 წლის განმავლობაში ეკლესიამ შემოგვინახა, და როცა ეს თანხმედრა ხდება, ესე იგი ჩვენი სუბიექტური და ობიექტური ერთმანეთს ემთხვევა, ესე იგი ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. აუცილებელია შინაგანი გამოცდილება. ამიტომ საუბრობთ შინაგან ცხოვრებაზე, გონების მიერ ლოცვაზე, ისიქასტურ პრაქტიკაზე, აზრებულ ზიარებაზე, სინანულზე, ჭეშმარიტ სინანულზე და ასე შემდეგ. განშორებოდით მათ თუ რგულის თქმათაგან გახსნილი ძველი კაცის უწინდერ ყოფას. გვახსენებს კიდევ ერთხელ. მათ თუ რგულის თქმათაგან გახსნილი, აი გულის სიტყვებთან ბრძოლა ისწავლეთ. უამრავი ადამიანი წლები ეკლესიაში დადიან, მოდიან საუბარზე, ახსარებაზე და როგორ აშკარად ჩანს, მთელი მათი ცხოვრება მართულია გულის სიტყვების მიერ. ისწავლეთ გულის სიტყვების გამოცნობა, მათთან ბრძოლა, მათი 99% თუ ასე არა დემონური წარმოშობის არის. ნუ აძლევთ უფლებას გულის სიტყვებს მართონ თქვენი ცხოვრება. ისინი ხწნიან ჩვენს ცხოვრებას და ეს არის ძველი კაცის უწინდელი ყოფა, რაც უწინდელი უნდა იყოს უკვე. და ჩვენი უკან აღარ უნდა ვიყურებოდეთ, ჩვენ ახალი ქმნილებანი უნდა ვიყოთ, განახლებულიყავით თქვენი გონებით. ანუ განახლება გონების რა არის? ეს არის სინანული. ანუ ეს პროცესი არ გაჩერდეს თქვენში, პავლე მოციქული გვეუბნება, არ გაჩერდეს გონების განახლების პროცესი, არ გაჩერდეს, ანუ არ გაჩერდეს მეტანოია, მეტამორფოზა, ანუ სინანული არ გაჩერდეს თქვენში და შეიმოსეთ ახალი კაცი, ანუ ეს
ახალი კაცი, ახალი ქმნილება გახდით, ღვთის მსგავსად შექმნილი, ანუ ქრისტეს შემოსილები გახდით და თქვენი ძველი დაემსგავსოს ახალ ადამიანს, ანუ ქრისტეს სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. ანუ ის თვისებები, რაც ქრისტესია, ქრისტეს შემოსილობის გამო ჩვენში შემოდის და ჩვენ ხვდებით ახალი ადამიანი, არა ჩვენი რესურსით, არამედ იმით, რომ ღმერთს ვუერთდებით, ღმერთს ვეზიარებით. გესმით, ჩვენ მისი ტაძარი ვხდებით. აი ეს არის ჩვენი საკეთებელი. კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს ეკლესია, კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს სწორი, შინაგანი, ნამდვილი, სულიერი ცხოვრებისკენ და იმედია, რომ ამდენი გაფრთხილების, ამდენი შეგონების მერე ერთხელაც ეს გამოიწვევს ჩვენს ღრმა ჩაფიქრებას და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანები. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.